თბილისის ფოტოფესტივალი ხვალ აბანოთუბანში გაიხსნება. კორეულის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო დონის ფოტოგრაფები ეწვნენ. ფოტოსააგენტო მაგნუმის ფოტოგრაფის ანტუან დაგატას რეტროსპექტივა 1 ივნის გუდიაშვილის ბაღში გაიხსნება. ფესტივალს წელს უკვე ჟურნალი National Geographic-იც შეუერთდა და დამთვალიერებლებს სპეციალურ პროექტებს შესთავაზებს. ძირითადი თემატიკა ეს არის, მაინც ფოკუსირებული არის ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ფესტივალმა საერთაშორისო დატვირთვა მიიღო და არის რეგიონალური მნიშვნელობის ფესტივალი. ჩვენ საზოგადოებას საშუალება აქვს ამ ფესტივალის მეშვეობით ეზიაროს საუკეთესო ნაწილს, საუკეთესო შემოქმედებით, ვთქვათ, მე ვიტყოდ ნაღებს ამ ფოტოხელოვნებისა. ფოტოგრაფიის ღამეს ერთ-ერთი ეკრანი დაეთმობა National Geographic-ის ფოტოებს. თემატიკა არის ადამიანის უფლებები. ან სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ სხვადასხვა დროში გადაღებული ფოტოებია, რომლებიც ამ თემატიკას ასახავს. ჩემი ნამუშევრები, რომელიც თბილისში გამოიფინება 20 წლიანი პროექტის მხოლოდ ფრაგმენტია. დამთვალიერებლისთვის 1 ივნის 90 ფოტოს გამოვფენ. მათი შინაარსი კი ძირითადად ნარკომანიის, პროსტიტუციის და სიღარიბის პრობლემებს ეხება.